ითხოვდა თუ არა გრიგოლ ვაშაძე ომიდან 3 თვის შემდეგ მოსკოვში კონცერტის გამართვას ექსპერტ გია ხუხაშვილის ინფორმაციით საქართველოს იმდროინდელი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუს კოლეგას ალექსანდრ ავდეევს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით კონცერტის გამართვას სთავაზობდა. ხუხაშვილის განცხადებით ოფიციალური წერილი, რომელიც 2008 წლის 27 ნოემბრით არის დათარიღებული, კულტურის სამინისტროშია რეგისტრირებული. რა პასუხი აქვს ბრალდებაზე გრიგოლ ვაშაძეს? ნათია ორველაშვილი მოგიყვებათ. ეს არის წერილი, რომელიც კულტურის სამინისტროს არქივში ინახება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ვაშაძე ომიდან 3 თვის თავზე ძალიან ჩემის აზრით საკმაოდ დამამცირებელი, ესე რომ ვთქვათ, ტექსტით ელაქუცება რუსეთის კულტურის მინისტრს და თავაზობს გარკვეული ტიპის თანამშრომლობას. წერილი, რომელზეც ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს, 2008 წლის 27 ნოემბრითაა დათარიღებული. ადრესატი რუსეთის კულტურის იმდროინდელი მინისტრი ავდეევია. წერილის ავტორი კი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 2008 წლის ნოემბერში კულტურის მინისტრი იყო. წერილში ვკითხულობთ. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი როგორც რუსეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ჩვენს ერებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების განვითარება და გამყარება. ეს განსაკუთრებით სამართლიანია ახლა, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ტრაგიკული პერიოდია. მცირე შესავალის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე რუს კოლეგას წინადადებით მიმართავს. ყოფილი მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს ქართულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა მოსკოვში კონცერტები და სპექტაკლები წარმოადგინონ. შეთავაზება მრავალფეროვანია. ოპერისა და ბალეტის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები, ანსამბლი რუსთავი და ერისიონი, ქართველი მხატვრების გამოფენა. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. ეს ადამიანი განსაზღვრავდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას წლების განმავლობაში ამ ყველაფრის შემდეგ და მე ჯერ მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერი ამის საქმის გულში იყო. ეს იყო ერთი დიდი ფარსი, რომელსაც ათამაშებდა ყოფილი ხელისუფლება ქართული საზოგადოების წინაშე. გია ხუხაშვილის მიერ კულტურის სამინისტროს წერილის გამოქვეყნებას ყოფილი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძე გზავნილის ნამდვილობას არ უარყოფს და ამბობს, რომ წერილი მნიშვნელოვანი პროცესის მეოთხე ხარისხოვანი ნაწილი იყო. ვაშაძე წერილთან დაკავშირებით სხვა დეტალებით ინტერესდება. თბილისში ჩამოდიოდნენ ემისარები, ჩვენ ქონდა ლაპარაკი ორივე მხარეს, ჩვენს და რუსეთის ფედერაციასაც კიდე ქონდათ ბოლო მცდელობა, მოგვესინჯა ერთმანეთის პოზიცია და გვენახან. შეიძლება თუ არა პოლიტიკურად რაღაცის მიღწევა. მეორე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არავითარ დეტალებს არ მოვყვები იმაზე ამ წერილის გარშემო რა ხდებოდა. და აქედან მინდა მესამე საკითხზე გადავიდე. რომელმა კლინიკურმა იდიოტმა კულტურის სამინისტროდან ყველა კანონის დარღვევით მისცა ეს კიდე ერთ კლინიკურ იდიოტს, რომელმაც სახელმწიფო მოხელის მიმოწერა არ აქვს მნიშვნელობა ვისთან, უგანდასთან თუ რუსეთის ფედერაციასთან, განათავსა თავის Facebook-ზე. აი ამაზე მართლა უნდა იყოს გამოძიება. თემასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს ანსამბლი ერისიონი, რომლის მოსკოვში გამგზავრებამ ორიოდე კვირის წინ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. გაოგნებული დარჩი ამ ინფორმაციით. მინისტრი წერს, რომ როგორმე გვიშველეთო და წავი ჩვენი ხალხი მიერად იქა მაშინდელი კულტურის მინისტრი. ძალიან საკურველი რამე, რა სტანდარტები ქვია ამას, რა ტყუილია ამ ხელა, რა ფარისევლობა, ვერ გავიგე, რომ მაშინ შეიძლება და თურმე 2-3 თვეში წასულიყავით მიემართა ასე კულტურის მინისტრს, რა წამეკითხა არ დავიჯერებდი ამას. ამის შემდეგ 5 წელი გავიდა. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ წერილის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში ეჭქვეშ დგება. ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასაც იხსენებს, რომელიც მან მისი თქმით ომის შემდეგ გააკეთა. როგორც ნახეთ, ეს დოკუმენტი დადასტურდა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყოს სააკაშვილის ინიციატივა, იმიტომ რომ გითხარით უკვე, რომ სააკაშვილის ინტერვიუ მახსოვს, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ უნდა გავმართოთ კონცერტები და რაღაც რუსებს ვაჩვენოთ, რომ მაგრები ვართ. აქედან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის გამოქვეყნების მერე ნაციონალებს ხლებზე ხმა უკვე აღარ ამოეხებათ რა. მოსკოვში ერისიონის გასტროლებს ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგში სუხიშვილების კონცერტი მოყვა. მალე რუსეთის დედაქალაქს ანსამბლი რუსთავიც ეწევა. 5 წლის წინანდელი წერილის გამომზეურების შემდეგ რუსეთთან კულტურული კავშირების აღდგენის მოწინააღმდეგეთა პოზიცია სავარაუდოდ ნაკლებად კრიტიკული იქნება.